ფორმით. დაბრუნდით მეორე ბლოკში. დაბრუნდით ეთერში. ცოტა ხანი დაგეცადა ბაი რაღაც კარგად. ხდება ხოლმე. როგორ გავიყო? ამას ვერ შენ არ გვისმენდა, გართულები იყო არავის არ უთხოვს. ეს ყოველთვის ესეა პრემიერა სანამ არ არის ჩატარებული და კაცმა არ იცის გადაიარა, გადმოიარა, როგორ გადავიტანთ ამას ყველაფერს უკვე იმას ბანკეტზე არა განაწილებას რომ გამოვაკრავ, ქვემოთ უნდა იყოს რომ ბანკეტი აქა და აქა. ვინახარ დაბატიჟებული. ხო და რა პრემიერა გველოდება ამას მე გეტყვით ახლა. დათო საყვარელიძე დგას სპექტაკლს მალე მოვალ წვიმად, რომელიც ნიკო გომელაურის ლექსების მიხედვით დაიდგმება. ეს სპექტაკლი ნიკოს ეძღვნება და დანარჩენ დეტალებზე ჩვენი სტუმრები, რომელსაც ახლა უცებ ჩამოგისახელებთ. ეს არის ჩემი საყვარელი არაჩვეულებრივი მსახიობი, ჩემი კოლეგა მეგობარი ნინო კასრაძე და ასევე დათო დარჩია, რომელზედაც უზომოდ ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, არ არის საჭირო, თქვენ თვითონაც ხედავთ დათოს და იცნობთ კარგად. მეორე დათო, საყვარელიძე რეჟისორია, როგორც უკვე მოგახსენეთ და ნინა ჩოდრიშვილი, დიდი მადლობა რომ მოხვედით. ყველა იცნობთ ნიკოს მეუღლე. რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს ნიკოს სხვათაშორის ესე მე მინდა ვთქვა რომ ამას რო არ მოება თავი და ეს არ შეეკოწიწებინა ნიკოს შემოქმედება ძალიან რთული იქნებოდა ნიკო თვითონ ესეთი იყო რომ ცოტა პედანტიზმი საჭიროა ეხლა როდესაც ტექსტებს ეხება როდესაც ქაღალდებს ხელნაწერებს ეხება და ნინო არის ადამიანი რომელიც მისი შემოქმედება ისე შეაკოწიცა თუ შეიძლება ასე ითქვას და რა ვიცი მოიყვანა ძალიან საინტერესო ფორმაში. ფორმატი არის წიგნების, ფორმატი არის დისკების, რომლის გამოც დაიწყო დაუშვათ ჩვენი აი ეს იდეა საიდანაც წარმოიშვა ამ სპექტაკლის დადგმის ნინას ეკუთვნის და დაიწყო იქიდან რომ ნინამ შეაგროვა ყველა ჩანაწერი რაც კი არსებობდა ნიკოსი თვითონ როგორ კითხულობს ლექსებს და გამოსცა დისკი ამაზე ალბათ თვითონ ალბომი ხო ამას თვითონ საუბრებს, მაგრამ სწორედ ამის მერე, აი ესეთი საუბრების მერე დაგვებადა იდეა, რომ დაგვედგა სპექტაკლი ნიკოს ტექსტებზე, იცით რომ ნიკოს სხვადასხვანაირი ერთმანეთთან ურთიერთგამომრიცხავ და სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებული ჟანრები აქვს და ლექსებში გულისხმობ. ნიკო იყო ჩვენ ერთად სწავლობდით, მე ნინო დაარჩოთ ამათ კურსელი იყო მე სარეჟისოროზე ვსწავლობდი ესენი სამსახიობოზე ერთად ასე რომ ნიკო ჩემთვის მაინც თეატრთან ასოცირდებოდა და აი ამ ბოლო ხანებში უკვე როდესაც წავიდა შემდგომ მე მაშინ დავიწყე ლექსების იმიტომ ლექსებზე რატომღაც აქცენტი მქონდა მე მის თეატრალურ საქმიან სამსახიობო კარიერასთან და მაინტერესებდა რას ქმნიდა სცენაზე მე ერთხელ ძალიან საინტერესო ზონგები გააკეთა კავკასიურ ცარცესტრე რომელიც თავისუფალ თეატრში განხორციელდა და მივხვდი რომ რაღაც სერიოზული რაღაც ხდება მის ცხოვრებაში ეს არ საუბრობ იმაზე მის თქვა ავადმყოფობაზე და ასე შემდეგ მე ვამბობ თვითონ ლიტერატურა სიტყვაზე და ძალიან სერიოზული რაღაცები ხდებოდა მე დავაკვირდი და არ ვიცი ხა რა გამოგვივიდა მაგრამ სპექტაკლი არის რაღაც აი ზოგი ადამიანი რაღაცას ქმნის კარგი შემოქმედია ცხოვრებაში და რომ მიდის ეს ყველაფერი თითქოს მიყვება და იკარგება და ქრება და ფასი ეკარგება და ზოგი იშვიათ შემთხვევაში ხდება ხოლმე რა თითქოს რაღაცნაირად როგორი ტიპიც არის თითქოს არასერიოზულად არა ისე რაღაც იოლად უყურებს სუბუქად უყურებ და უცებ წავა და ხვდები რომ გიტოვებს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. ოღონდ ცხოვრებაში სანამ ცოცხალი ამას არ უყურებ რაღაც ისე ძალიან როგორც მნიშვნელოვან საოცარი პოპულარობით სარგებლობა. საოცარი, მაგრამ იცი აი რაღაც ხალხის ესე შეიძლება ისმოდა მესილექსები რომ თეატრზე ვაკეთებდი აქცენტს რომ სულ ყველგან ისმოდა აბსოლუტურად რა ვიცი სოციალურ შემოვიდა ისე ნებისმიერი ასაკის ადამიანზე იყო ძალიან საყვარელი გახდა მისი ადამიანის საყვარელი. მე არ მინდა ლექსები დავარქვა, იმიტომ რომ ლექსი მაინც რაღაც პოეზიის საღამოსკენ იხრება, მაგრამ პოეზიის საღამო არ მინდოდა რომ თუმცა ძალიან მიყვარს პოეზიის საღამოები და ძალიან ბევრი სპექტაკლია რუსთაველის თეატრში პოეზიით, ასე ვთქვათ, სუფთა პოეზიაზე და ჩვენ გვინდოდა რომ არ ყოფილიყო პოეზიის საღამო, არამედ ყოფილიყო მართლა სპექტაკლი. ხებებს მინდა ვკითხო და მე ჩავიგდოთ ნინა ხელში ბოლოს, ხო? იმდენად თუ ხდებოდა ნიკოს ხმა მის ტექსტებს, როგორც დათო ამბობს, იმდენად რომ ძალიან რთული
თქვენთვის რთულია თუ არა მისი ტექსტებიც უკვე აი თქვენეული წაკითხვა? აი არის რამე ისეთი შემაკავებელი თუ რეჟისორმა მოგცათ თავისუფლება რომ ყველა თქვენი ინტერპრეტაცია გააკეთოთ? არავით არ თავისუფლება. არავით დიქტატი როგორც ყველა რეჟისორს ჩვევია ხო? არა, ნუ არ ვიცი. აბა? ჯანეთ გავუპრუნინა და თქვენს მე. არავითარი დიქტატი. საინტერესო პროცესი უკეთება უკვე. მე გეტყვით. მე დღეს უყურე. შეიძლება. დღეს მოასწარით უკვე დილით რა. მე გეტყვით რა მოხდა. ერთი სტერეოტიპი არსებობს ნიკოს. არსებობს ისეთი სახასიათო. და იკითხეთ ეს ხო, სახასიათოა და სტერეოტიპი აშკარად. ამათ მაიცით რა ქნეს? თავის სათქმელი თქოს. და ნიკოს საერთოდ არც ხმა გესმის. ხო. ახლა თან ჩემთვის ახლა როგორ. საერთოდ ნიკო თითქოს არც არის. და თუ ამბობს რაღაცას თავისას, უნდა რომ მაყურებელს უთხრას. და უბრალოდ იშველიებს ნიკოს გარითმოს. ამიტომ სულაც არ არის ეს იყო ეს საშიშროება, მაგაზე ვფიქრობ. ნაწერები არსებობს, როდესაც დიდი პოეტები თავის ლექსებს აბსოლუტურად სხვანაირად უკითხულობენ და შენ დროში მე ალბათ თითქოს ლექსიც არ არის, თითქოს რეჩიტატივია. აი მე ესეთი შტაბეჭდილი. ჩემთვის არის ტექსტი ეს ჩვეულებრივად. ყოველი ეპიზოდი, ყოველი ლექსი, ყოველი ლექსი არის ჩემთვის პატარა სპექტაკლი. საკუთარი თავის ქება. ქებაზე არა, ტექნოლოგიაზე ვისაუბრებ. ხო, არის ძალიან საინტერესო რაღაცა თქვა ახლა ნინამ, რომ იყო ამის საშიშროება, იმიტომ რომ სადაც არ უნდა იყო ეს ხმა ასოცირდება ნიკო და მისი ტექსტები ერთია თითქოს და ამიტომ დანიშნული იყო რომ იპოვეთ თქვენ ეს გასაღები რომ თქვენ ტექსტს ხო სპექტაკლს ჭირდება თავისი დრამატურგია უნდა ააგო და მაინც ეს არ არის პოეზიის საღამო ალბათ და არც უნდა იყოს სწორედ მაგაშია საქმე რომ აი სტერეოტიპი რომელიც არსებობს რომ ნიკო რომელიც კითხულობს ლექსებს არის თვითკმარი მისი პოეზია არის მასში ჩაკეტილი და რაღაცნაირად თითქოს ის არის ეს სფერო აი სფეროს გულისხმობ ნიკო თავის პოეზიით ეს ასე არ არის ასე არ ყოფილა თურმე ის უბრალოდ ძალიან კარგად კითხულობდა როგორც ყველა კარგი პოეტი კითხულობს თავის ლექსებს მაგრამ ამ ლექსებს ქონია დამოუკიდებელი ცხოვრება მე მგონია რომ აი ამ სპექტაკლმა ეს აჩვენა ეს ლექსები გაივლის ჩვენ თაობასაც ახალგაზრდებსაც და კიდე მათაც შემდეგ თაობებსაც მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან სერიოზული ასეთი ამოხეთქილი სერიოზული შემოქმედება ადამიანის და მისი ლექსებიდან ერთხელ კიდევ თქვი და უნდა გავიმეორო უბრალოდ ახალი რა ვთქვა ეს იგი 10 მსახიობი ვართ 10 ადამიანის ისტორია მოყვას უყო 10 სხვადასხვა დათომ 10 სხვადასხვა მსახიობის მე ვფიქრობ რომ კიდევ რამოდენიმე პერსონაჟი მოყვებოდა ამის ინსპირაციას ყველაფერს ეს ლექსები იძლევა ეს არის რაღაცნაირად აი ეს მითი დაანგრია რა აი ნიკო კითხულობს ლექსებს და აი ნიკო რო კითხულობს ლექსებს მე ვფიქრობ რომ აი თურმე ეს ლექსები კიდევ უფრო ღრმად შეიძლება მათში შესვლა კიდე სხვანაირად დანახვა სულ სხვა ლექსები სიუჟეტს ხარ მიყვებოდით აი რაღაცა ირიბად რაღაცა განცდების და ემოციების იმ ემოციებს და განცდებს მიყვებოდით და სულ სხვა ამბებს ვაკეთებდით და ეს ჩემთვის აღმოჩენა ყოფილა კი ჩვენ ერთად სწავლობდით როგორც დათომ თქვა მაგრამ რაღაცა ჩვენს მიღმა დარჩა, აი რა უცნაურია, რა ვიცი ეს ლიცომკლიცუ ლიცანიუ ვიდაც. აი ალბათ ეს არის, რომ რაღაცა ვერ დავაფასეთ, ვერ შევაფასეთ მე როგორც ყირიმზე ამბობენ ხო? ყირიმში. როგორც შეუნდა თქვა, რუსულად მოიყვან და როგორც ყირიმში ამბობენ ეს. ხო და აი მგონია რომ რაღაცნაირად ძალიან ისე მოხდა რა. ჩვენს მიღმა ამ ყველაფერმა ჩაერა და ეხლა ძალიან ბედნიერი ვარ რომ მე და ჩვენ ყველა რომ გამოდის ესეთი თქვენ როგორც ეს ძალიან გადადიქტატურებულია რაღაც ბოლო აქ ჩეტელევიზიის მერე რაღაცა ეთქვა სხვანაირად ეკიდები ამას მაინც არა ნერვიულობ ძალიან მართალი რო გითხრათ ეს არ მინერვიულია იმიტომ რომ ეს არ არის პიესა ეს არ არის სიუჟეტი ეს არის აბსოლუტურად ემოციური რაღაც ქვეცნობიერი რაღაც შეიძლება იყოს ჭალებში კალეიდოსკოპის სხვადასხვა რაღაც ამბების რომელიც გაკავშირებს რაღაცნაირად ტექსტის გავლით ნიკოსთან და აი
რთულია რა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ვერ ხვდები თითქოს სიზმარია, თითქოს რაღაც ბურუსით მოცული ასოციაციურია და არა კონკრეტული სიუჟეტი რა. მაგრამ მე როგორც მივხვდი მსახიობებს გაუადვილდებათ ის რომ ვისაც რა აქვს თავის სათქმელს თავისუფლად ევენ და ამბობენ ნიკოს ძალიან ბევრი ლექსთან ჩვენ სელექცია გავაკეთეთ ეს სელექციაც ერთგვარი პროცესი იყო ესეთი ლექსები ავარჩიეთ რომელიც მოერგო ერთ პერსონაჟს თითქოს ეს პერსონაჟებიც ისეთია რომელიც ნიკოს გარშემო შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ასე ვთქვათ მიგანიშნებს რაღაცებს ალბათ ეს პერსონაჟები ყველა ჩვენს გარშემო არის ანუ ჩვენ თავსაც ვეძებთ ამ ტექსტებში და მეუღლე მეგობრები ჩვენ ვიცით თანამედროვეები ხო აი მომავალი თაობისთვის თაობაში აფასებს ამას მე დარწმუნებული ვარ რომ ყველასთვის იქნება ალბათ მე ჩემთვის დღესასწაული ნათელი რას ჩემი თქვენი კონკრეტულად ну ჩემი პერსონაჟი როგორ ვთქვათ ცოტა მე ჩემ ლექსებს ვკითხულობ მაქვს ასეთი ლექსები რომელიც და აგრესია სიმკაცრეს აი რაღაცა აი პროტესტ და ეს რაღაცებს ხო ისეთი ასე ვთქვათ მკაცრი ბოროტი და ხო და სიმართლე და ცოტა ემოციით და რამდენს ჩადებ წარმოვიდგინე რამდენს ჩავდებ არა სვათაშვილის ნიკოს ლექსებზე თვითონ ნიკო ესეთი იყო რომ ხანდახან ისეთი დაუნდობელი ისეთებს იტყოდა აი მე უფრო დაუნდობელს რამდენიმე ლექსი აქვს ესეთი დაუნდობელი ალბათ თავის გამო და ცხოვრების გამო და იმ განცდების გამო რომელიც მას ჰქონდა ეს უფრო დაუნდობელი პერსონაჟია დაინტერესებს ახლა მე პირველად მაგრამ ის კითხვა რაც დასწრდება რომ შემდეგ თაობებს ეს მართლა გამოადგება ჩემს იმიტომ რომ ყველა ამბავში ეს იქნება არ ვიცი აი ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ბევრი და ნახვალ და ხშირად მახოსველი შეიძლება არ ჩამრჩა ახლა ლექსიერების მაგრამ ყველა ფრაზა ყველა სიტყვა მნიშვნელოვანია მე როგორც მახსოვს და როგორც აღვიქავდი ამას მე ესე აღვიქავდი და ერთ რაღაცა შეიძლება დავამატებ დათოზე რა მინდა ვთქვა ჩვენ ხო ერთად ვსწავლობდით მაგრამ ხა არ ქონდა ბოლო წლებში ურთიერთობა მაგრამ აი მე ამ სპექტაკლში ყველაზე რთული მდგომარეობა მე მგონი დათოსა აქვს მე რამდენჯერაც როდესაც რაღაც ამბობს იქ ვიჭყიტები და უყურებ და ძალიან მეცოდება იმიტომ რომ ძალიან მეგობრობდნენ აი ძალიან მეგობრობდნენ და სულ ვფიქრობ როცა ეს რაღაცას დადგება და ესე ჩაისუნთქავს და სულ ვფიქრობ რომ აი რაღაც ძალიან მეცოდება აი დათო და რაღაც მიხარია თან რომ აი ამაში არის იმიტომ რომ ეს თითქოს რა ვიცი გვაახლოებს ნიკოს მაგრამ უცებ აი მე რომ გავიხსენებ რაღაცა ამ თქო და სტრესი თუ რაღაცა რო არის აი თვითონ აი მას როგორ მომიხსნე და როგორ მეტყოდა აი მას რო გავიანებზე ეგრევე ხო მეტყოდა და უცებ აი ეს სპექტაკლი რეპერტუარში ხო დარჩება იმედია მე არ ვიცი აი ნახოთ რა ვიცი ძალიან ბევრი სპექტაკლები დამდგავს რომელიც რეპერტუარში აღარ არის ხოლმე და ხელოვნურად თუ არ შეუწყვეტავენ ასე თქვათ სუნთქვას მგონი არა აბა დაუდეკი ხარში რაღაცა ეს არის ისეთ მდგომარეობაში რაღაცა არა ნუ ღმერთი რა ხდება ოლივერ ჩემ ბავშვი აქამდე იხსენებს და დათოს რომელიც იყო აი არ ვიცი აი ბროდვეის ჭირდება და რომ უნდა ყავდეს აი ესეთი დონის ხო თუ ეხლა ძალით არ გამოყრიან სცენიდან და თეატრიდან მე მგონი ამ სპექტაკლს მაინც ეყოლება ძალიან ბევრი მაყურებელი. მე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, იმიტომ რომ იმდენი ხალხი მირეკავს, იმდენი ხალხი და იმდენი თაყვანისმცემლები აყავს ნიკოს, რომ ნიკოს და აი ასაკზე ვახსენე წეღა, რომ ბავშვებიც კი რომლებსაც შეიძლება ესე პოეზია არიტაცებდეს რაღაცა განსაკუთრებულად. ნიკო არის ადამიანი იყო და არის ის ადამიანი, რომელიც ყველა ასაკში ბიჭს, გოგოს, ქალს, კაცს უყვარს და მე მგონია რომ სპექტაკლი რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი მაგრამ ნიკოს დამსახურებაც იქნება ის რომ მგონია მაყურებელი ალბომზე ვიქარი ხო ძალიან მაინტერესებს რა მინდა თქვა ისტორიის სიტყვით ხანდახან მიწევს ხოლმე ხშირად დიდუბის პანთეონში მისვლა რამდენი ტიტანი წერს რამდენი უნიჭიერესი ადამიანი წერს იქ ხო ერთმანეთის გვერდზე და ალბათ კარგად არიან ეჭვერ მეპარება ერთად ხიარულად ამდენი ნიჭიერი ადამიანი ყოველთვის არის ყვავილები ყოველთვის ყვავილები კი არა აუცილებლად ახალგაზრდებით განან
არ ყოფილა დღე და ისე მიკვირს, იცი, აი ცარიელი დიდუბის პანთეონი და ნიკოსთან აუცილებლად ახალგაზრდები იცინი ამ ხიარულებენ, სანთლებს, ანთებენ, სულ ვიღაცა არის. ეს ძალიან იშვიათია. საოცარი ამბებია ახლა ნინო მიცის და ალბათ რამდენიმეს რა ვიცი რომ მის საფლავთან დაკავშირებით რომ რა ვიცი უამრავი ხალხი მიდის და ლექსებს ტოვებენ სხვათა შორის. ერთი წიგნი შეიძლება გაკეთო იმ ლექსებს. მოდი ხა ალბომზე დაგჭეს დრო და ისაუბრე. ხო, ალბომზე გეტყვით იდეაო დათომ თქვა საიდან წელიწად ნახევარი ვაკეთებთ ეს არის ალბომი შედგება 2 დისკისგან და აქ არის სუფთა ნიკოს ხმა ანუ მუსიკის გარეშე რაც YouTube-ზე არის ხო იმიტომ რომ ხშირად მთხოვდნენ ხოლმე და რომ იყოს სუფთა ხმა სკოლებში დავდივარ სრულიად თბილისის და საქართველოს კრაში 2-ჯერ 3-ჯერ ზოგჯერ მიწევს ხოლმე. მანამდე დავდიოდი ამალით და ეხლა მარტო იმიტომ რომ ნუ და რაღაც აღამოები არის ხოლმე და ხშირად კი და ამიტომ ძალიან ხშირად ვთხოვენ აი მუსიკის გარეშე. ეს და დათოს თავიდან ესეთი ნუ ანუ უკვე რომ მზად იყო ვიფიქრე რომ რაღაც ხონდა წარვადგინო რამენაირად ანუ რაღაც პრეზენტაცია და ვფიქრობდი რა ვქნა როგორ ვქნა და მე აი დათომ მოიფიქრა მაგრამ და ვფიქრობდი რატომაც პრეზენტაციას და ასე ვფიქრობდი თავიდან ეგრე დავიწყე ეს ამბები და მე Facebook-ში აღმოვაჩინე სულყოს ესეთი დაწერილი და რომ და თან შთაბეჭდილება ესეგეთ ათოს მოკლებული მგონია, ანუ ეგზალტირებული ნამდვილად არ არის. წყნარი მშვიდი ადამიანი. თუმცა ვკითხულობ ეგეთ რამეს. ჩემგან ეს გასაკვირი არ იქნებოდა და დათოსგან რომ მე ვიპოვე აღმოვაჩინე და ვიპოვე ნიკო, ნუ ხო. და ესეთი ღმერთო მომეცი მე ხაცმედი. ღმერთო მომეცი ძალა ეს ჩემი აღმოჩენა მაყურებლამდე მივიტანო და იქ მივხვდი რომ არავითარ პრეზენტაციაზე ლაპარაკი არ არის ეს არის ამათი განცდილი ამათი ნაფიქრი სპექტაკლი და ეს არის სპექტაკლი და მე გადავწყვიტე რომ ჩემი ენერგია გადავდო ხო არავითარ შემთხვევაში მე ამ სპექტაკლს არავითარ შემთხვევაში პრეზენტაცია სხვა რამე რაც შეეხება დისკს უცბად გეტყვით რომ ნუ მე არის ბევრი ტექსტი რაღაცა მონტაჟი გაკეთდა რაღაცას ყვება დავუშვათ ნიკო და შესატყვისი ლექსი და რაღაცა ბევრი ვიმუშავეთ თამუნასვანიძე არის ერთი სიყვარულის რაღაც რა გითხრათ აპოთეოზი ადამიანი რომელიც გვერდზე მიდგას ნიკოს მეგობარია 4 წელიწადი თუ რამე გამიკეთებია თამუნა მეხმარება და მაგრამ კიდე მინდა გითხრათ რომ მეორე ამ ალბომში ეს მეორე დისკი ეს არის პოეტები, კლასიკოსები, რომელსაც კითხულობს ნიკო. და ითქვა რა თქვით, თაობას და ბავშვებს და მე ვფიქრობ რომ როგორც კი ეს ამ დისკს გამოვამზეურებ და ვაღირსებ ეს ალბომი თავის სიტყვას იტყვის, იმიტომ რომ აქ არის ყველა ჩვენი ძალიან კარგი კითხულობს კლასიკოსებს. რაღაცნაირად კითხულობს ისე რომ ყურში დებს. ანუ ეს არის რაც ამოსმერია არ არის მეორე დისკი არის თელიქს ქართული კლასიკოსი 100 რამდენი ლექსია 108 ლექსია რომელსაც კითხულობს ნიკო თავისი იმითი ასე ვთქვათ ხო აი რაღაცნაირად სტილში და საკმაოდ დიდაქტიკურად როდის გამოვაზეურებთ ხო აი ხლა არის ლაპარაკი იმაზე რომ პრემიერა 11 მარტს არის ხო ყველა შემთხვევაში პრემიერის შემდეგ უნდა იყოს არა მე ამას გავაკეთებ ალბათ ქუთაისში, იმიტომ რომ ქუთაისთან მაქვს ახლა ეს მოლაპარაკება, იქ დავპირდი, იქ ვიყავი ჩასული და ისეთი დიდი ხო, აი ყველა ესე მეუბნება, მაგრამ მე ესე გამომივიდა, დავყვარდი, ძალიან უყვართ და კიდე მინდა გითხრათ, აი მსახიობები არ ხართ, აქ ხართ, მე არ ვიცი რატო ამბობდა ამას ნიკო. რომ ქუთაისი მისთვის იყო ქუთაისის მაყურებელი თეატრის იყო ყველაზე უფრო მისაღები მაყურებელი. ბევრ განყოფილა თავისუფალი თეატრი გასტროლზე, მაგრამ აი ქუთაისზე ქონდა სრული გართულება. ეგეთი მაყურებელი მე არსად არასდროს არ მყოლე. უყვართ ძალიან, მე შევამჩნიე და დავპირდი რომ და ეხლა აი
ბატონი ვაჟა ჯუღელი მეხმარება, ალბათ თორნიკე მარჯანიშვილი არის ეგეთი ადამიანი, რომელიც ასევე ხო, რომელმაც და ამაზე არის ლაპარაკი, რომ ალბათ ქუთაისში გავაკეთებთ ამას და როგორ ჩავალთ ქუთაისში. ველოდებით პრემიერას, ისურვოს წარმატებებს. მე გისურვებთ, რომ სპექტაკლიც ისეთივე ან მინდოდა მეთქვა რომ ნიკო არის ადამიანი თავის შემოქმედებით, რომელიც ძალიან დიდ დროს კი არა და სუნთლიან დროს გაუძლებს, რაც არსებობს კაცობრიობაში და მე მინდა რომ სპექტაკლსაც იგივე ვუსურო. ვაიმე. მთელი გულით. კი, ნუ გიშინე, რეკლამაზეც გავაგრძელებთ კამპუს. მე ყველა ძალიან თავდანივით როგორ ყავს შეხვედრილი, მაგრამ ჩემით ვაკაცია ყველას ეგრე აქვს, რა გზნობა რომ თავისი ახლობელი როგორია ხოლმე რა, ესეა ჩაულებრივად რა ეხლა. ყველა ახლობელია რაღაც პირად. ისეთია რა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები ველოდებით პრემიერას და დიდი მადლობა რომ მაყურებელს გაიგოროთ ერთმეტში. თქვენ მადლობა. გავაკეთე რეკლამები და დაბრუნდებით სულ სხვა.